1917 წელს პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის პარალელურად რუსეთში რევოლუცია მოხდა. შედეგად დაიდო სეპარატიული ზავი გერმანიასა და მის მოკავშირეებთან. ზავის პირობებით რუსეთი ოსმალეთის იმპერიას უთმობდა ქართულ და სომხურ სამხრეთ-დასავლეთ ოლქებს. ამ პროცესებმა ამიერკავკასია დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიიყვანა. ვინაიდან თურქეთი წინ მოიწევდა და იკავებდა ტერიტორიებს, ამიერკავკასიის სეიმმა გადაწყვიტა გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, რაც დაეხმარებოდა ოსმალების დიპლომატიური გზით შეჩერებაში. 1918 წლის 22 აპრილს გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ვინაიდან ფედერაციის სუბიექტებს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, მან სულ ერთი თვე იარსება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ახლად შექმნილი სახელმწიფოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას საერთაშორისო ასპარეზზე დე ფაქტო, ანუ ფაქტობრივი და დე იურე, ანუ იურიდიული აღიარების მოპოვება წარმოადგენდა. 1918 წლის 26-28 მაისის შუალედში ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლისა და დამოუკიდებლობების გამოცხადების კვალდაკვალ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ავტომატურად ცნეს ერთმანეთი, რადგან ისინი ერთი ფედერაციის დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული სუბიექტები იყვნენ. ეს აქტი ორივე ქვეყნის შემთხვევაში წარმოადგენდა ფაქტობრივ აღიარებას, რაც მოგვიანებით ორმხრივი ხელშეკრულებებით გამყარდა. 1918 წლის 4 ივნისს გაფორმდა ბათუმის საზავო ხელშეკრულება. ამ დოკუმენტით ოსმალეთის იმპერია გახდა პირველი გარეშე სახელმწიფო, რომელმაც საქართველო დე იურე აღიარა. პარალელურად დაიწყო ევროპული აღიარებების პროცესი. 1918 წლის 10 ივნისს გერმანიის იმპერიამ, ხოლო 18 ივნისს ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ საქართველო დე ფაქტო ცნეს. მოგვიანებით უკვე რესპუბლიკური წყობის პირობებში გერმანიამ საქართველო დე იურეთ 1920 წლის 24 სექტემბერს აღიარა, ხოლო ავსტრიამ 1921 წლის 22 თებერვალს. 1918 წლის 4 ივლისს უკრაინის სახელმწიფოს მთავრობისგან მიღებული ოფიციალური ნოტით დაფიქსირდა დე ფაქტო აღიარება. დე იურეთ უკვე უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ საქართველო ამავე წლის 5 დეკემბერს სახელმწიფოთა შორისი ხელშეკრულების გაფორმებით ცნო. 1919 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტის დეკრეტით საქართველო პირდაპირ დე იურე აღიარა არგენტინამ. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ აქტით არგენტინა, როგორც თავადვე ყოფილი კოლონია, გამოხატავდა სოლიდარობას რუსეთის იმპერიისგან ახლად განთავისუფლებული ქვეყნისადმი. 1920 წლის იანვარში საქართველოს საკითხი პარიზის კონფერენციაზე განიხილეს. 12 იანვარს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ საქართველო დე ფაქტო აღიარეს. მალევე 7 თებერვალს მათ იაპონიის იმპერიად შეუერთდა. 1920 წლის 24 მარტს პოლონეთმა, ხოლო 8 აპრილს ჩეხოსლოვაკიამ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს დე ფაქტო ცნობის შესახებ. ამავე წლის 7 მაისს გაფორმდა მოსკოვის ხელშეკრულება, რომლითაც საბჭოთა რუსეთმა საქართველო დე იურე აღიარა. ცხადია, რომ ეს მათი მხრიდან ბინძურ თამაშს წარმოადგენდა, რადგან იგი ზუსტად ამ დროს აზერბაიჯანში იყო შეჭრილი და ბაქო აღებული ჰქონდა. წითელი რაზმების ნაწილი საქართველოს სასაზღვრო რაიონებსაც უტევდნენ, მიმდინარეობდა ბრძოლები. ამჯერად რუსეთს სრულმასშტაბიანი შემოჭრის რესურსი არ ჰქონდა, მაგრამ ეს დროის საკითხი იყო. იგი მეთოდურად აპირებდა მთელი კავკასიის დაკავებას. 1920 წლის 26 აგვისტოს დე ფაქტო აღიარება მოახდინა ბელგიამ. იმავე 1920 წელს საქართველო დე იურე ცნო შვეიცარიამაც. უმნიშვნელოვანესი იურიდიული აქტი 1921 წლის 27 იანვარს შედგა. პარიზში მიღებული ერთობლივი რეზოლუციით საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ და ბელგიამ, როგორც მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს წევრებმა, საქართველო დე იურე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნეს. აქედან მეორე დღესვე 28 იანვარს საქართველო დე იურე აღიარა პოლონეთმა, ხოლო 18 თებერვალს რუმინეთმა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ოკუპაციის მიუხედავად საერთაშორისო იურიდიული აღიარებების პროცესი გაგრძელდა, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და კანონიერი მთავრობის მხარდაჭერას ნიშნავდა. 1921 წელს საქართველო დე იურეთ ცნეს. 23 თებერვალს ლუქსემბურგმა, 9 მარტს ჰაიტიმ, 14 აპრილს მექსიკამ, 12 მაისს ლიბერიამ, 26 აგვისტოს პანამამ და 20 ნოემბერს სიამმა, დღევანდელმა ტაილანდმა. საერთო ჯამში 1918-21 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობა 20-ზე მეტმა სახელმწიფომ აღიარა. მიუხედავად ოკუპაციისა, ამ დიპლომატიურმა აქტებმა შექმნა საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც ცივილიზებული სამყარო 10 წლეულების განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას არალეგიტიმურად მიიჩნევდა. სწორედ პირველი რესპუბლიკა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი.